Kobulეთის პოლიციას თქვენ დაეცით და იარაღი მოხდაცეთ? დიახ, მე და იარაღით მეტავარ. გლეხერს თქვენ მოუწოდებდით ბეგარაძე ნუ გახვალთ და გადასახადი არ გადაიხადოთ. ეგეც მართალია. ქედაში თქვენ მოკალით ორი ჩაფარი. მეზობელი ქალის. სინდისი და პატიოსნება დავცავი. ქალის კივილი შემომესმა. შველას ითხოვდა. ერთი იქვე მოვკალი მისივე თოფით. მეორე მგაქცევა დააპირა, მაგრამ თავს უშველე, მე ვლუდ. ვიღარ Дорожный инженер, Пасик. Пасики, где смещенный инженер? Оксамия-Тасия. Давай, чара. საიდუმლო პაკეტია ბათუმიდან თოფალნდე.
გური ადრიks მიხმე. ეხლავე. რას მიბრძანებთ? მეულოდია სამიზე გადმოსულა ქედაში. მე მეგონა ოსმალეთში იყო გადახვეწილი თოფამდე. გუბერნატორის წერილია. შეგროვილი მასალების მიხედვით მეულოდია სამიზე ქედის მაზრას აფარებს თავს. მის შესაბრობად ყოველგვარი ზომები მიიღეთო. მაი არა კაი საქმე თოფამდე. არა? გულევშიათი. სანდოგას იმაზევნე მევლუდის საფსულთვალ თვალს. რაგი ეხეთ გადმოვიდა შინაც უსათოდ მიო. მე კი ავალ გულევში თოფამდე გმარა მევლუდას დაჭერა არც ისე იოლი საქმე. ხალხი აიყვანე. ახლო-მახლო წები მოჩხრიგე. ყვალს თუ მიაგენი? პირადად მე შემოძრათ საქმეს. გასაგები. ცალკე და ოდასიანები არის. აი ფარა. ია მაგperi მე ვარ. ნუ ფარა. დაჩერამე. აი საქმე ახლა ეს. ამდენი ფულის პატონს საჭმელო ნატრებოდეს. არჯობდა ინდაური წაგვერთმია იმ ფულის ნაცვლად. შენ იყუმლე ძაბია და 2 დღეა ლუკმან ჩამწვია პირში. რას თვითონებ ჯო? არჯო. მიდიეთ შეიძლება ჩამოკარი. ეგება ამ კუს თარგოს რამე. შიმშილის დამალი ჭადის ნატეხია, ჩემოძმაო. იაგონა უთხრაუდა სწორა საკეთებ ჩემზე მეცო. შენადრაბეში მუშაო მე აქედან გიწვობ ხელსო. ხოჯამ უთხრა მუჰამედო რადარ შობის იგეთესო. ეჯერდა მარტო ხარ? მარტო ვარ. და დიახატები ამ ტყეში. თქვენ დაგეძებთ. სიკვდილი მოგინდა? გაზმში უნდა მიმივ. ჩვენი რა შეგეხარ, ბაჭო? შიმშილი, სიტიტულე. ხეთქე ხეტიანი, მხეცი ვიცი ცოცხლო და ძაღლი ვიცი კუდელი. ეგ არც მე მაკლია. მარტო წანწალს თქვენთან ყოფნა მირჩევი. სადაური ხარ? ფურთუელი ვარ ილიას. ხელაძე? ო, ხელაძე. ხსმენია შენი ამბავი. აბარჯობა ილიას შენი. აფერ მოგვაგენი ამ დღეში. ოჩახ? აი ხანს გეძებეთ. უბრუნე ეჯები არაღი. ერმინეს ბიჭია ილიას. გამარჯობა. ვეშალა, ნუკრია. საჭმელი მოგვიტანა. მოდი ნუკრია. რამძინია. მოდი ბაბა. მოდი. გაიხარე. დაანათილი. მოდი ბაბა, დაჭეკ. მოდი. აბა, ბიჭებო. აბა. არა დაჭეკ. ოღარ შეგეშინდა ბაბა. ამბავია მაიტაინუკრე. ეკირა ყაზანჯოღრი, იალაღებს და სემია და
საქონელი წულყვანია. ორი მცია დაჭრილი. გულებში თუ იყავ? ვიყავი. პატის ძმები ეხმარებიან. სასმელ-საჭმელს არ აკლებენ. აღანაც კარგადაა. ნახე შენ. კი, პატრიკეთი ამოსლია. ვაჟკაცია უკვე. ანზე მომეწირდი. თქვენ სოფელს. რატომ ქვია გულები? გულები? სიმონ მეფის განთავისუფლების მონაწილე დაუდ დიასამიძე იცავდა ბეთლემის ეკლესიას ჩვენი სოფლის თავში რომ ამ მთაზე გამაჰმადიანებული ქართველები გამოგზავნეს ეკლესიის დასანგრევად. 11 მოღალატეს ძლია დაუდ დიასამიძე. ამოკვეთა გულები და ეკლესიის გუმბათზე ჩამოკიდა და განაცხადა ყველა მოღალატე ქართველს აი ასეთი ბოლო მოელისო. დღიდან იქ ასვლა არავის არ გუბედია. მიტომაც ხალხმა სოფელს გულები შეარქვა. წევედი ერმილევე. ეჯებ, ჩვენე. თქვენს მარჯვენას ვეყურბანე. ნუ მიატირებთ მეურიც. მარტო ხელაკაცი ჭამაშეთ სულ. ეძილიას. ერთი. სალამ ალეიქუმ მელუდ ეფენდი. გაგიმარჯოს ყაზანჯოღლი. მშვიდობა. რა საქმე გქონს? ისმენ ეფენდი. გავიგე? შუმის საძოვრებიდან საქონელი დაიყვანაო. პარტალია? მე იმ საქონელთან შერახელი გაქვს. რასაც გეკითხები? ჯერ იმაზე გამეცი პასუხი. ასეთ შეკითხვებს მელუდ ეფენდი პოლიციელები იძლევიან და არა ყაჩაღები. საქონელი ლეხებისა იყო ბეკირ ეფენდი. მერე? რასაც ჩოდი ლეხებს? ექსები საქმეა. საქონელთან პატრონებს დაუბრუნებ. ან კიდევ საფასურს გადაუხდი გასაგებია? ირჩევნია შენ საქმეს მიხედო მელუდ ეფენდი. მოდი. როგორ მომენატრე პატრი. რაჯეკი პატრი. ხოთ პატრი. ჩემო იმედო, ნადიყავი. მოერიდე მაგ მხეცებს. წადი შორს გადაიკარგი აქედან. ოღონდ შენ ცოცხალი იყავ. ცოცხალი. მოგეშინია პატი. ბავშვი როგორ არის? ჩვენ კარგად ვართ. ბავშვს მე გაგისრდი. ისე გაგისრდი, როგორც შენისთანა ვაჟკაცს ეკადრება. ოღონდ შვილს ნუ დამეუკლებ. ნუ დამაქვრივებ მეულოდ. პატი. იცოცხლე და შენი სიყვარული ჩვენს გვაცოცხლე მეულოდ. მოგეშინია პატი. მოგეშინია. ისე მოვიქცევი როგორც საჭირო. ხოთ შენ შვილს მიმეხედე. შვილს. იყავი ცოცხალი ჩემო მეულოდ და მეც მაცოცხლე.
ო, ჩემო კარგო. დამშვიდდი. დარწმუნებული იყავი. მეულო დიასამიძე შენ სახელს და ღირსებას ისე დაიცავს. როგორც გეკადრება. ჩემი იმედი მუდამ გქონდეს. მამასახლისო. მობრძანდით, შევკეთ აღა, მობრძანდით. და შერბეთი მიერთვით. სხვაი? სოფელში რა ამბებია, ჯემალ ეფენდი? ცხოვრობთ გამჩენის წყალობით, მაგრამ ყაჩაღებმა შეგვაწოხეს ნამეტანი. ალბათ თქვენს გეიგებთ. საქონელი მოუტაციათ. ვინ ყოფილა, ვის გაუდენია? ეკიარზე ამბობენ წყემსები. ახალციხელ ყაჩაღს, ყაზანჯოღლის. ტყილია მაი მამასახლისო. ჯემალ ეფენდი, მეულუდა დიასამიძე გამოჩენილა ქედაში. ოსტაცალ 100 თვალი და პური გამოიბი. შინ აუცილებლად დაბრუნდება. და იმ წუთში შემატყობი. ყაჩაღი და საძოვარს გასული რემი ერთია. არც ერთმანეთის და არც მეორემ დაბრუნდება თუ არა. ვიცი, ერმილე, ვიცი, მაგრამ ჩემი ახლა ბათუმში წასვლა აუცილებელია. მოვიერთოთ. უფრო არ გავმაგრდებით, გავძლიერდებით. რას დაგვაკლებენ მე? ამეტანი გაგვიჭირდება ამდენი ხალხის შენახვა. სხვა გზა არ გვაქვს, ერმილე ბატონო. ბევრი რომ ვიქნებით, ერთდროულად დავეცემით თავს მაზრებს. მოკაულებსა და პოლიციელებს მუს გავავლებთ. ხალხიც მხარში ამოგვიდგებათ ალბათ. თან საჭარას მოაცილებთ ამ ძაღლებს. ამით რა გამოვა ჩემო მეულოდ? ის გამოვა ჩემო ბატონო. ძაღლები გამოელევათ. იმათ ადგილას კაიკაცებს დასვამენ. ეგება ჩვენს გვეშველოს რამე. კი ბატონო. თუ კი ჯანუღვაძე თანახმაა, მე რა მეთქოს. თქვენს რა უნდა დავიდე? ბათუმში ყოფილა. ეგება გეჭუუსრო. ბათლომე, გამარჯობა. მეულოდ გამარჯობა შენი. შენი დახმარება მჭირდება ბათლომე ბატონო. ისმე, ესე ჭანუღვაძე ყოფილა ბათუმში უნდა შემახვედრო. სად იქნება? სადაც მეტყვი. სტეფანე ბუაჩიძის ტრაქტირში ვიქნებით შებინდებისას. აბა შეიცი.
გამარჯობა ესებადანო. ძალიან მინდოდა თქვენი ნახვა და იმიტომ შეგაწუხათ. რა ვაგეგადრება ჩამომევლოთ. მოგზავნეთ. რომ სუდრო და მე თვითონ ჩამოვიდოდი პედაში. დამზადეთ. შორიდან მსმენია თქვენი ამბავი ესებადანო. ჩემსაც გიგებდით ალბათ. უსამართლობას ვებრძვით ორივე, მაგრამ საკ-საკე. იქნებ გავერთიანდეთ ესებადანო. ერთად ვიმოქმედოთ. კაია, კაი დაგემართოს, მაგრამ ვის უნახავს ყაჩაღების გადატრიელებული სახელმწიფო? თქვენ ისე ლაპარაკობთ ესებადანო, თითქოს ჩოხატაურის პრისტავი თქვენ კი არა მე მომეკლას. ოზურგეთის მაზრის უფროსი მე ჩამომეკიდოს ხეზე. სხვა დრო დაგაჩვენოთ. მთელი დაბა სოფელი ჯარითაა გამაგრებული. ერთი თუკი რომ გავარდეს მთელ სოფლებენ. ეს უნდა კიდევ ამ გაჭირებულ ხალხს. პოლიციელმა სახშობელებით აავსო მთელი ამიერკავკასია. აბა რა ვქნათ ესებადანო? რას გვირჩევა? ბათუმში უკვე შეიქმნა მუშათა ორგანიზაცია, რომელსაც კომიტეტი ხელმძღვანელობს. თქვენც იმ ახალი თაობის ხალხში ხომარულები ხართ? კი, კომიტეტი ახლო-მახლო სოფლებიდან ივსება. ჩემს ბიჭებს ხალხი პასპორტები უშოვე და ქალაქში გავფანტე. ზოგი როჩილდის ქარხანაშია, ზოგი მანთაშოვდა. დრო რომ მოვა, გამოვალთ, ბრძოლებს ქუჩაში გავმართავთ. შენც ამას გირჩა. ჩამოიყვარე შენი ბიჭები. პასპორტებსა და ქარხანაში მოწყობას კომიტეტი ითავებს. გაგვიმარჯოს. ერმილე მამალაძე რა ვამყავს? ხომ კარგადა? დასიზამთ. ხსენება ტრაში გასული კაცის ამბავი. ჩემს წინადადებაზე რა სიტყვა? არა ბატონო ესე. ქარხანაში მუშაობა რა ყაჩაღის საქმეა. ისე თუ დაგჭირდეთ, გვიხმეთ და თქვენთან დავჭდებით. ფულსაც გიშოვით. აბა შენიც ქარხანაში ჩამოდითო. კომიტეტის წევრები გახდითო. პასპორტებსაც დიგირიგებთო. ლად გადელებულა ის ჩარუყვაძე. თავრობა დანაშაულს გაპატიებს შენ. ვერ გეიგებ შეკაცო. იმალება ის ხალხი თურმე. სხვისი გვარი ცხოვრობს. პასპორტებიც ჰქონიათ. პასპორტი და ყაჩაღი არ გამიგია მე. იარაღია ჩემი პასპორტი. თქვათ მიცნო ვიღაცა ხარხანაში. ხომ ჩამომკიდეს ხეზე. მართალია. არც მასია საქმე. ჭანუყვაძე მართლა ბეჭი კი არ არის. რა კი გადაწყვიტა ალბათ ასე იყო საჭირო. მე მგონი მართალია ჩვენი ილიასი. პასპორტები ბევრი ფული ჯდება. ქარხანა და კომიტეტი რა ჩვენი საქმეა. ჩვენ სხვა ხალხი ვართ. სხვანაირად დავებრძოლოთ უსამართლობას. სხვანაირად. მაინც რა. იცი შენ ჩემი აზრი. უსისხლოდ და უიარაღოდ დიდი საქმე არ გეთდება. იარაღს ბევრი ფული უნდა. ნაღდი ფული, რომელიც მე არსად არ მეგულება. მელოდ ჩემო. თავრობასთან უნი რა ყაჩაღის საქმე. აბა რა ვქნათ ილიას? ვიждეთ ასე და ვქეკოთ ნაცარი. რატო? საქმის მეტი რა არის? ყაჩაღი იმიტომაა ყაჩაღი რომ უნდა იყაჩაღოს. თორემ ისე შიმშილით ამოკვდება სული. აბა ესაა საქმე? სამთარი კაც მოგვადგა და ჩვენ არც იარაღი გვაქვს. არც საცმელი, არც სასმელი საჭმელი და არც ფული. ჩვენ ცხოვრება ასე შეუძლებელი. აბა რას გვირჩევ ჩემო ილიას? აბაც თუმანში ერთ გრაფინიას 10,000 თუმანი ჰქონია ნაღდი ფული. რა სიტყვი?
სამკავა გასპადა. გრაფინიას მოახსენეთ. აჭარიდან ბეგები გიახლავთ. ხიმშიაშვილი და აბუსერიძე. ჩვენი სამთავროს სახელით გსურს სალამი უძღვნათ გრაფინიას. Ваши визитные карточки, господа. აჭარაში ესეთები მიღებული არ არის. მოახსენეთ. იბრაგიმ ბეგ ხიმშიაშვილი, ოსმან ბეგ აბუსერიძე გიახლავთ. Вы Ибрагим Бек? Пожалуйста. Подождите. Я акიდან უბრალოდ სამსლელი არ ვარ. მაქვს პატივი გაგეცნოთ. გრაფინიას ახლობელი და მეგობარი თავადი ლევან მიქელაძე. დიდად სასიამოვნოა თავადო თქვენი გაცნობა. გაიცანით, ოსმან ბეგ აბუსერიძე გახლავთ. სასიამოვნოა. გრაფინია ეხლავე მიხევთ. წამოგზავნეთ. მართალი ბრძანდებით თავადო. Пожалуйста, садитесь. Кто туда взял? Прошу вас. Я вас слушаю. გისმენთ. პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ნუ აღელდებით ქალბატონო. თქვენს თავადოს ზედმეტ ვაჟკაცობას ნუ გამოიჩენთ. თავი არ გეიფუჭოთ. ჩვენ ცოტაოდენ ფულს ავიღებთ. თუ ზედმეტი ხმაური არ ატყდება ძალიან კარგი. თუ არა და Боже мой. Ах, графиня. ღვთისმშობლისათვის ვალენტინა ივანოვნა. ნუ აღელდებით. ასიაჯობებს. ფული მეთქი! Графиня, ключи. მეცი დგასადები. სად ინახავთ? მეორე ოთახში. თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს თავადო. ამ ამბავს 1 საათის განმავლობაში ნურავის გავუმხებთ. თორემ ახალგაზრდა კაცი ხართ. მეწოდებით. Господи, помоги. ნიას გაუმარჯოს. იცოცხლე, მევნუდ, იცოცხლე. რა არის ახალი ნიას? ლადანჯოღლი არ ამოსულა, ხო? არა, არ წვიდა მოვიდეს. უკაშინია ნიას. ათე ვეღარცა გახსოვს ვერაფერს, ამით გუსწორდი. მეთმა გაცოცხლოს, მევნუდ. შედრო მარიყურე ეშველება საწყალგაც. კარგად ნიას. თუ დაგჭირდეს ამოგიტანგიდე. იცოცხლე, გაიხარე. Я прибыл. მე ჩამოვედი დამსჯელი რაზმით, რათა შევიპყრო ავაზაკი მევლუდ დიასანიდან. ჩვენ გავალებთ დაჭერის ორგანიზაციას. გამოიყენეთ ჩემი დამსჯელი რაზმი. თუ საჭირო იქნება, ჯარს კიდევ დაგახმართ. ყოველ სოფელში იყოლიეთ სანდო ხალხი. დაძლევთ ვადა 10 დღეს. წარმატებას გისურვებთ. შედიქეთან ხარი ჩაკეტეთ. მომყევით. საბუთები წარმოადგინეთ.
Дорожный инженер. გზის მშენებელი ინჟინერი პასიკი. Это моя жена. Доктор. ჩემი ცოლი, ექიმი. ჰეი! შეჩერდი. ინახა. საიდან მოდიხარ? ასეთი ვაშკაცები თუ ხართ? დიასამიძეს დახვედროდით. გამააკლებიეთ ქვეყანა. შენ საიდან იცი დიასამიძის ამბავი? აფერ თუ არ ვიცი, ქვეყანა აბარიგავს. ხალხი თუ ხოცია გუში. მაგრამ არც მას დაყრია ხეირი. შევკეთაღას ნასროლი ტყია მოხვედრია ზურგში. ამ ხანაგეს თუ უყვანიათ დღეში დაჭრილი. გაატარეთ. ამ გზით წადით. ცხენი და მიმიჯელოთ. შენ გეძებენ მევლოდ. წალი დაიმალეთ ვარ გიცნობენ. ცხენს რა უყო? მაგას ეშველება. Я думаю, что ищет его. გონი მაგას ეძებენ. შენ წალი დაიგარგე. ცხენს მე ამოგება. Осторожно! Не волнуйся, дорогая. Отдай все. Милиция, все, только не убивайте! Не убивайте! Помогите! ინევეთ. შუდებით გევლოთ. მითხარი ეხლა. მითხარი სტადიმალება მეულუდი. ამოიღე ხმა. გადაეცი მეულუდს რომ აბასუმანი ჩემია, გესმის? ჩემია. აღარ გაბედოთ იგი წასვლა. თუ არ დამიჯერებს, თრად გადაგბუგავ, გესმის? სოფეს გადაგბუგავ.
თქვენ საქონელი სოფელში და ხალხს უბრუნეთ. გასაგებია. მომყევით. ჩქარა. მეულუდმა დაგიბრუნოთ ხალხო, მეულუდმა. მეულუდა. აგაჩენა, მართლა, აგაჩენა, ვარ. მოდი, ჩემი მოჭელი ადა, მოდი. აუგოჩა. ვინ არის? მე ვარ ფატი. ფატი. როგორ ხარ ფატი? მე რა საკითხავი ვარ მე? შენი ამბავი მითხარი. ხილად იყავი. შევქეთ აღა დაგეძებს. ყაზანჯოღლის ერიდე პოლიციაში დაუწყია მუშაობა. გემუქრება. მეშინია მეულოდ. გეშინია ფატი. ძალიან მომენატრეთ ფატი. მეც სიზმარში მგონია თავი. რაფერაა ჩვენი ყაჩაღი? კარგად. ოი ნანა, ოი ნანა, ქედა შუხელ ხულოიდანა. ვაშკაცი ვარ, მამიში, მომხედე. ნუ აწოლე პაკან. გუღერები. ამჟღამის რა გინდა ჯო? სადაა მეულუდი? რა მოგივიდა თევრად? ვიცი რომ აქ არის, უნდა ვნახო. საჩქარო საქმე მაქვს. გესმის, აუცილებლად უნდა ვნახო. შემოდი. მეულუდ. რა არის პატი? მეულუდ გაიქეცი ჩქარა, თავს უშველე. რა მოხდა? ამას ახლისმა დაგინახა. სხენოსანი გაგზავნა ურიადნიკთან. დასაბეჭდებლად. იჩქარე მეულუდ, აქ არ მოგისწრო. კაი ბიჭი ხარ თევრად. გაიქეცი ახლა. მეულუდა, იარაღი განვაყარე, ფანჯრიდან და თარგმნები. ხალბაღანას უნდა მოხოცინე, გულუბრალო. ბაღანას მიხედე პატი. ელეუშე. სად არის შენი ქმარი? არ ვიცი. არ იცი? არ ვიცი მეთქი. აბა, გაჩერიგეთ. ჩქარა. არავინ არა. აქაც არავინია. აბა, დავიდეთ. შევქეთ აღა, არავინ არა. დავაივალეთ. აბა, იარე. არა, ჩქარა. აკეთ. სად არის შენი ქმარი ხალო? არ ვიცი მეთქი. ღორი შვილებო თქვენა. რას მერჩით? რა გინდა ჩემგან? დაგიყვან მაზრაში. შაგაგდებ დილექში. და სანამ შენი ქმარი თავის ფეხით არ მოეთრევა მზის სინათლეს არ დაგანახეთ. დავივალეთ.
ვიღაც კაცი გიახლათ, მეგო. შემოსვლის ნებართას თხოვლობს. ვინ არის? გოგოლეთელი თავდგირიძე ვარო, ასე ამბობს. მეტად საიდუმლო საქმე მაქვსო. შემოვიდეს. მესმის, ეხლავე. ჩემი უმდაბლესი სალამი ტოფანბეგ. აბადია დამუდროა დროშად უხება, მაგრამ მეტად საჭირო საქმეზე ვარ მოსული. დამომისმინოთ. დაბრძანეთ გისმენთ. საიდუმლო საქმე მაქვს ტოფანბეგ. თქვენი წინაპრები უდამ წესისა და ადათის პატივის მცემელი და მისი დამცველნი იყვნენ. ცუდს არაფერს იკადრებდნენ. მერე? ტრის დანდობას იცოდნენ და მისი ფასიც. თქვენი ბრძანებით შევკეთ აღა მომწეო ქალი და მისი აკუნის ბაღანა ჩაამწყდიან ალვახში. არ გეკადრებათ ეს ტოფანბეგ. რასო, რომელი ხალხი? მეულოდია სამიძის კალბაღანა. პირველად გესმით? ჩი მართლა კიდევაც მესმის ეს ამბავი. მეორეც ვინ ბრძანდებით რომ ასეთ ლაბარაკს მიდედავთ? მეულოდია სამიძე გახლავარ. აქ მოსვლა როგორ გაბედე? გაჭირვებასად არ მიგიყვანს კაცს. ქალბაღანას გაგინთავისუფლებ, მაგრამ აქაურობას უნდა გაეცალა. აქ ჩამოგწობა არ აქცდება. გოლიცინის შენს დამჭერს 5,000 მანეს მივდება ჯილდოთ. არ გაპატიებს აბასუნის ამბავს. დაუცლებ არ ეძღობა. მოგიდე ხელი სოლშვილს და გადადი ოსმალეთში. ფულს მოგცემ წერისაც გაგადა. ჩვენები კარგად შეგხვდები. არა ტოფანბეგ. ჩემი დიდი პაპა ალი მირზა დიასამიძე ასპინძის ომში ხლებია ერეკლე მეფეს. ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში სისხლი დაუღრია. სად მისტუმრებ ტოფანბეგ? გაღმა რა მინდა? ჩემს მიწაზე უნდა მოვხდე. მე ჩემი გითხარი. ქალბაღანას კი გაგინთავისუფლე. შენ სიკეთეს არ დავივიწყებ. საყრჩებელოზე ჩამოვკიდა. დამეხმაროთ. თქვენი და რა გმაყოფილი მთავარმართებელი გოლიცინი. დაგარგავთ მის ნდო. თქვენს მაზრაში დათარეშობენ თავაზაკები და თქვენ კი არავითარ ზომებს არიღებთ. მოიწადინეთ თორემ იძულებში ხალხი მოგთამება. გოლიცინმა დააწესა ჯილდო 5,000 მანეთი ოქროთი, ვინც მეულუდის დაჭერაში მოხმარება. ეგავაზაკები ციხეების და საყრჩებელების ღირსია. ეზეგებია? საქმე შეუდექი. კაჩაღი რომ mums გამოუცხადებს თავრობას ცუდად აინის საქმე. არ შეიძლება ბაგათი გადაკიდება. საგლები ვითამოქოცა. მაინც მიდიხარ ხომ ილიას? არ ხარ მართალი შემილიას არა. ვერ ხედავ რომ შენი ტყავი ხუთაის თუმანი დააფასეს. ვერ აღისებიან მაგას. სანამ ჩემ ტყალ შეიგდება ხელში, მაგათ ტყალს გავახმობ და ქალამრებს შევკერავ. შვიდობაში მოგეხმაროს. მე თავი დამანებ.
საერთაპირებ მაინც წასვლას. მე ყაჩაღი ვარ და ყაჩაღურად მინდა ვიცხოვრო. კარგად ვენახე. კარგად იყავი. ახლა თაში იაილებზე და ბებერი მწყერცი რომა ნიაზი კიცისქვით ჩამომიყვანეთ და შალკე ხაები მოჩრიგე ხაჩაღების სკოლს თუ მიაგენი უჩემოთ ნურაფეს გააგეთეთ სასწრაფოდ შემატყობინე თქვენო კეთილშობილება კაზანჯოღლი შემოვიდა ჩვენ სამსახურში აგერიცის ქვემოთ კაზანჯოღლი ნევლუდას მტრობს დიდად დაგვეხმარება მის შეპყრობაში რაღაც რამე მოწადინებული ხარ ხო იცი ხილათ იყავი 5,000 მანეთმა კბილები არ მოკვეთოს ჯილდოზე არც მიფიქრია თქვენო კეთილშობილება აბა აქამდე რატომ არ ისჯებოდი აგრე რატო ეძინა მიხელა საქმეს ჩაია რა მოხდა გამაგრდით ბიჭებო
ასე კი ბაბა. უგეშინია. გარეთ იარაღი. გასვით. ჩემზე. უნდა მომეკლა. ძაღლი. ხილეთ მეულოთ. გამყიდეს მეულოთ. გამახედეთ ბიჭებო. ალყაში ვარ. მევიარიან ერმილე. რა ვქნათ? უნდა გაუძლოთ. სალაფერში სული გიდგას. მეც რომ დავკარგავ ბიჭებო. ემუნდა. გაგნებდი სიცოცხლე თუ გინდა. ამდენად გიყიდეს. მეკირე ფენდი. გაგოჭეთ. გაჩრიკეთ ფარცხა.
ხა? ადეკვი, გამომძიებელი მოვიდა. რაღა უნდა გამოიძიოთ. სხვას არაფერს გთხოვთ. მხოლოდ ერთი სიტყვით დაგვიდასტურეთ, რომ ბათუმის კომიტეტი, მისი მომხრე მუშები ყაჩაღებთან ახლო კავშირში იყვნენ, გავალებდნენ თავდასხმების მოწყობას, ფულის გატაცებას, მეფის საწინააღმდეგო აგიტაციის ჩატარებას გლეხებში. დანარჩენს ყველაფერს ჩვენ მოვაყვარებთ. სასჯელს გაგინახევრებთ და ამით თავს გადაირჩევთ. თორე მიწოდეთ, საღრჩობელა არ აღწდებათ. ტოტოცები ყოფილხართ. მე არც მუშებს ვიცნობ და არც კომიტეტის არაფერი არ ვიცი. ჩემი ამხანაგი თოფი იყო, ჩემი საბუდარი თხე. ტყვია იყო ჩემი ძმა და მეგობარი. ეს არის ჩემი სიმდიდრე მთლად. ჩვენ ყველაფერი ვიცით, მაგრამ გვინდოდა შენი სასჯელის შემსუბუქება. სჯობდა დიასამიძეს დაედასტურებინა ეს ფაქტები, თორემ თუ ყველაფერი იცით. თავით ამანებთ, უკანასკნელ წუთებს ნუ არ მიმტარებთ. თქვენ უარყოფთ, რომ ბათუმის კომიტეტის დავალებით მოქმედებით, რომის წევრებს იცნობთ. შემეკითხეთ ის, რაც მე შემეხება. დანარჩენს ნურაფერს ნუ მეკითხებით. სხვის დანაშაულს მე არ მივიღებ და ჩემსაც იდუდებთ ის ვინმეს. ნაოთ. Господа судьи, перед вами стоит ბატონო მოსამართლე. разбойник, თქვენს წინაშე დგას მძარცველი, неисправимый преступник, კოლელი, აბაზარი, который осмелился поднять руку. რომელმაც ხელისუფლებასაც კი აღმართა ხელი. Ваша обязанность ჩვენი მოვალეობაა გადავარჩინოთ სახელმწიფო საზოგადოება ვიხსნათ მამული სამშობლოს მტვრისაგან. მისი დანაშაული დამტკიცებული. я მე, როგორც პროკურორი, требую დამნაშავეთა მიმართ меры на სასჯელის უმაღლეს ზომას მოვიტოვე. через ჩამოხრჩობას. ერთი სათხოვარი მაქვს. როგორი იცი? ნუკრია. ჩემი რაზმის წევრი არ არის. მამამისის. ერმილე მამალაძის სანახავად ამოვიდა იქ ჩემთან. მიტომ იყო ბანაკში. განთავისუფლეთ. Слово предоставляется სიტყვა ეძლევა დამცველს პორუჩიკ დუბროვსკის. ბატონო მოსამართლე. მე როგორც დამცველს არ შემიძლია უარყოს ბრალდება. მით უმეტეს რომ ბრალდებული ღებულობს მას და არ უარყოს. მაგრამ სასამართლოს ვალია იპოვოს დანაშაულებათა მიზეზები. ბატონმა პროკურორმა ჩამოხრჩობა მოითხოვა. ჩვენ დავეთანხმებით და განაჩენზე ჩვენც მოვაწერთ ხელს. თუ ბატონი პროკურორი პირობას მოგცემს, რომ მოსპობილი იქნება ამ დანაშაულებათა გამომწვევი მიზეზები. მაგრამ სამწუხაროდ ბატონი პროკურორი ასეთ პირობას ვერ მოგცემს და ჩვენც ვერ დავეთანხმებით სასჯელის სამ ზომას. ჩვენი კანონებით მოსვენებას არ ვაძლევთ დიასამიძეს. ვაიზულებთ ტყეს შეაფაროს თავი. მაგრამ იქაც არ ვასვენებთ. თავს ვესხმით. თუ მოვკალით, კვლევს ვაძლევთ ჯილდოს 5000 მანეთს ოქროთ. თუ დიასამიძემ მოკლა, მის დაპატიმრებას ჩამოხრჩობას მოვითხოვთ. სად არის აქ ლოგიკა? ამის პასუხი სასამართლომ უნდა მოგცეს. ჩვენი მოვალეობაა დავგმოთ მიზეზები, რომლებმაც მიიყვანეს დიასამიძეს სასამართლომ. ჩვენ კი არ უნდა დავსაჯოთ უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი. არამედ უნდა მოსწოთ უსამართლობა და მისი გამომწვევი მიზეზები. მე დიასამიძის გათავისუფლებას არ მოვითხოვ, ეს უაზრობა იქნებოდა. მე მოვითხოვ ბრალდებულს მიესაჯოს 10 წლის კატორღა.
Слово предоставляется обвиняемому Ясамидзе. Ваше последнее слово. ჩემთვის მშობლებს კაცის ყლა არ უსწავლებიათ. სასამართლომდე მე უსამართლობა მომიყვანა. სამართლობის გარდა ჩემს ოჯახს ვერაფერი ვერ დააქცევდა. მე პატიოსანი აჭარელი გლეხის ოჯახი მზდიდა. აჭარელები მდიდრები არ ვართ. სიღარიბე გვიხუტავს სულს. გვაკლია სასმელი და საჭმელი. ტანი და ფეხი, მიწა და წყალი. მაგრამ სინდისი არასოდეს არ მაგვლებია. როგორ გონია რას გადაწყვეტ სასამართლო? სასამართლო მართებლის სურვილს დაემორჩილება. Будет веселиться. შემოახჩება. Я не сомневаюсь. ეჭვიც არ მეპარება. ვინ არის ეს დუბროვსკი? Видимо, не ეთქობა კეთილგიდანაა. აქ როგორ მოხდა? შემოძვირფასო. ახლა რაც უფრო პატიოსანი ადამიანი, მით უფრო მოკლია მისი გზა კავკასიისკენ. გახსოვს ჩვენი შეხვედრა მასთან. მაგას რა დამავიწყებს? გავიგეთ. დამაკომი დამოწიო. გთხოვთ ადგეთ. სასამართლო მოდის. Суд, согласно установленному его императорским величеством законодательству, მისი უდიდებულესობის იმპერატორის კანონმდებლობით სასამართლომ განიხილა მევლუდ დიასამიძის და ნუკრი მამალაძის საქმიანობა და ცნო მათი დანაშაული. დანაშაულებს მიესაჯათ 10 წლის კატორღა. ბატონო დუბროვსკი, Позвольте мне. მიიღეთ ჩემი მადლობა მევლუდის დაცვისათვის. ჩემი მადლობაც მიიღეთ. გახსოვს ჩემი სიტყვა. ჩემთვის დაგეჯერებინა ახლა აქ არ იქნება ის საკანში გამომწვრეული. სულათაა საქმე მევლოდ. მაშინ არ დამიჯერა სიკეთე მინდოდა შენთვის. შეცვალეს განაჩენი. შემორჩება მოგისაჯეს. მაგათ არ სახლობელები, არ ციხეები, არ ციმბირი, არ ზვორკილები არ უშველი. განაჩენის სისულეში მოყვანა ხვალისთვისაა დანიშნული. საჯაროდ უნდა ჩამოგახჩონ ორივე. ამიტომ მოეც. ვაჟკაცობა გმართებს მევლოდ. სცენები დანგრეულ გალავანთან დაგელოდებიან. თოფანბეგ. ოსმანთან ბრძოლაში ერეკლე მეფე შემი დიდი პაპაც თან ახლდა. ერთად იბრძოდნენ.
მისთვის ხმლობით მისმა იმპერატორობით მუდით სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი 10 წლის კატორღა შეუცვალა სასჯელის უმაღლესი ზონით. ჩამოხრჩობით. რაც დაუყოვნებლივ უნდა იქნას მოყვანილი სისრულეში და შედეგი ეცნობას მის ბრწყინვალებას გოლიცის მისი იმპერატორობითი უდიდებულესობისათვის მოსახსენებლად. განაჩენი უნდა იქნას მოყვანილი სისრულეში 10 სექტემბერს 1903 წელს. Oi da nana. Oi nana. Keda shoachev huloi dana. Dedo drini damemghera. Didgorosi mtebi tana. Tebi vistvis tvalseiri. Vistvis jauri shignidana. Varjanistan. Najvaristan. დაჯვარული ქვები წვანან, ქვებში ჩუმად დაქვითინებს, ჩემი დიდი ნენეის ნანა, დერდებს გულში ვიბექსნიდი, აჭარელი ვიყავ განა, სიზმარ მიბრუნდება, შატბე და შორი ბანა, იქ სამთლები ჩემი სისხო, დღესაც კიდევ არ ჩამქრალა, საქართველო, ჩემო დედავ, ჩემი სუნთქვა გენაცვალა, ჩემი ყველა მკუხარება გენაცვალა, შენი სიტყვის სიცოცხლისთვის, ხიხაძირში კიდევ დგავარ, შენი ზეცის სიმაღლისთვის, მარადიცში ვრანდავ ხავარს, შენი რჯულის საჯილდაოდ, სალთას ვრეკავ ზარებს, მთავარს, ერთ ძირ ვენახს სულ გირგავდი, კვლავ დაგირგავ დღეს და ხვალაც, იდიდგულე, რომ ამ ფერი აჭარელი ყავდი განა.